ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, რომელსაც წავუძღვები მე თენგო ომანიძე, ხოლო დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მამუკა კარტოზია. მოგესალმებით ბატონო მამუკა, მიხარია თქვენი სტუმრობა და იმედი მაქვს საინტერესო საუბარი გამოგვივა. მოგესალმები, ჩემო თენგო, მივესალმები ჩვენს მაყურებლებს და მინდა მადლობა გითხრა მოწვევისათვის. ბატონო, დავიწყოთ საერთაშორისო ამბებით, იმიტომ რომ მართლაც მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, ისტორიული პროცესები მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში. გულისხმობ პირველ რიგში შეერთებული შტატების და ირანის შეთანხმებას, ეს ძალიან მაღალი ინტერესი იწვევს ხო ჩვენ საზოგადოებაში გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოზე მოახდინა ამ კონფლიქტმა გავლენა და განსაკუთრებით ჩვენ რეგიონზე და ეს გამოიხატება როგორც დევნილთა კრიზისში, ისე სასურსათო თუ სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდაზე და ასე შემდეგ. თუმცა როგორც ბოლო პერიოდის მოვლენები აჩვენებს, მხარეებმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი და კონფლიქტი როგორც ჩანს დასრულდა. საინტერესოა რომ თავად ეს პუნქტები, რომლებიც გამოქვეყნდა 14 პუნქტი, ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ ირანი მაინდა-მაინც დამარცხებულის პოზიციიდან არის ეს ყველაფერი. პირიქით, ხო? საუბარი არის რომ ყველანაირი სანქცია მოეხსნება ირანს და მათ შორის იყო საუბარი იმაზეც, რაც შემდეგ ტრამპმა უარყო, რომ კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაც დაეკისრა თუ აიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საუბარი იყო $300 მილიარდ. თუმცა ეს უარყო მერე ტრამპმა და თქვა, რომ ეს ფეიქ ინფორმაცია არის, რომ მსგავსი ვალდებულება არ აგვიღიაო. მეორე ვალდებულებაც არის, ბოდიში. კი ბატონო, კი, აი დავიწყოთ საუბარი, თქვენი მოსაზრება და აი თქვენი შეფასება, როგორც ისტორიკოსის ალბათ უფრო საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ალბათ ეხა დღეს არა ორივე მხარე იტყვის რომ მე გავიმარჯვე, მაგრამ აი ისტორია როგორ შეაფასებს ამ შეთანხმებას და ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მთავარი ისტორია და მთავარი შეფასება არის. ეხლა რაც შეეხება ამ სიტუაციას, მართლაც ძალიან ცოტა დაძაბული, გასაკვირი და გასაოცარია, იმიტომ რომ თვითონ ირანის ხელისუფლების განცხადება რადიკალურად განსხვავებული ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისაგან, ორივე მხარე იძახის, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებულები, ჩვენ პირობებს მივახციეთ, მაგრამ რეალურად ვინც ნახავს ამ 14 პუნქტიან შეთანხმებას, ანუ ისლამაბადის შეთანხმებას, ესაც ეძახიან ამას, იმიტომ რომ პაკისტანის შუამავლობით მოხდა და ამ შეთანხმებაზე ძირითადი იყო, ყველა ძირითადია, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რაც თენგომ ბრძანა ის $300 მილიარდიანი ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხები, მეორე ის რომ ეს არის ის 20 მილიარდიანი გაყინული აქტივები ირანის, რომელიც უნდა 12 მილიარდი ეგრევე უნდა მოხდეს მისი გახსნა და დანარჩენი ეტაპობრივად და ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ეს არის თენგო 50 წლიანი სანქციების მოხსნა. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ 1979 წლიდან ირანს აქვს სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებით და აი ამ უმკაცრესი სანქციებით ან სანქციასაც გააჩნია და აი ამ სანქციების მოხსნაზეა იქ საუბარი და მოეხსნება სანქციები. კიდე არის ჰორმუზის სრუტის გახსნა, დაუშვათ იქ თავად ირანის ვალდებულებებს იარაღთან კი ბატონო, კი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ეს პოსტულატები ამ ხელშეკრულებაში, რომელმაც ფაქტობრივად უნდა გადაწყვიტოს ამ თვითონ რეგიონში სიტუაცია და როგორი იქნება. ფაქტიურად გამოდის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკან დაიხია მისმა საომარმა რიტორიკამ, რომ აი ჩვენ მოვიგეთ ეს ვქენით, ის ვქენით, ხო, კიდე ჯარის გაყვანა აუცილებლად რეგიონიდან, სამხედრო საზღვაო და ქვეითი დესანტის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
თავი ჩემი საზრით არის ის რომ ეს ხელშეკრულება შეიძლება იქნეს გარკვეულწილად პოლიტიკურ მანიფესტად და მეორე შემთხვევაში შეიძლება იქნეს არ შეუსრულებად, იმიტომ რომ ხა 60 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს მისი დავუშვათ აი ძირითადი ხო აი 60 დღიანი ის არის. ეხლა დღევანდელი რიტორიკაც რომ ვენსი ვერ ჩავიდა შვეიცარიაში ხელმოწერაზე, იმიტომ რომ ლოჯისტიკის პრობლემებიაო, აი ხა თენგო შენ რომ თქვი რომ აი 300 მილიარდზე არ არის საუბარი ფეიკიაო, ტრამპმა თქვა და აი ცოტა გაურკვევლობა არის, იმიტომ რომ იგრძნობა თვითონ ხელისუფლებაში ამერიკის შეერთებული შტატების დაბნეულობა. მე არაერთხელ მithქვამს და დღესაც გამიმეორებ, რომ ტრამპი არაპროგნოზირებადი არის და ტრამპის ხედვები არის ცოტა არ არის რა პოლიტიკოსი, მოკლედ რო ვთქვა და გარკვეულწილად მისი იდეოლოგია და ბაზისი არ ექვემდებარება აპრობირებულ, აღიარებულ პოლიტიკურ კონცეფციებს და პოლიტიკურ მიდგომებს. არ იკითხება რა. თუმცა არ ანაღლებს თვითონ. ეს რა თქმა უნდა არ ანაღლებს, ეს გასაგებია თვითონ არ ანაღლებს, მაგრამ ეს ხო აისახება უკვე ქმედებაში და ცხოვრების წესში. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ტრამპი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, დღეს პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც ომის შემდგომ ყველაზე დაბალი უკვე დაეცა მისი რეიტინგი. ომის შემდგომ პერიოდს ვამბობ პრეზიდენტების რეიტინგი, იმიტომ რომ ამერიკელებს უყვარდა დაახლოებით ყოველკვირა ტარდება სოციოლოგიური კვლევები და აი ბოლო პერიოდში მას საგრძნობლად დაეცა მისი რეიტინგი. თვითონ რესპუბლიკურ პარტიაშიც იცით თქვენ რომ დაპირისპირება და განხეთქილება არის, იგრძნობა და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და განსაკუთრებით ტრამპისთვის ეს არის შუალედური არჩევნები კონგრესში, რომელიც ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით ინიშნება პრეზიდენტის არჩევის ყოველ მეორე წელიწადს ლუდ წელს და წელს უწევს ეს არის 2026 წლის შემოდგომაზე. აი იქაც თუ მოხდა და რეალურად დღეს როგორც პროგნოზირებადი არის დემოკრატიული პარტიის რეალური გამარჯვება შეიძლება იყოს და არ არის გამორიცხული. ნუ ეს მე ვამბობ ეს პროგნოზებია, შეიძლება გამართლდეს, შეიძლება არა. იმიტომ რომ პროგნოზი ყოველთვის უმადური თემა. რომ არ არის გამორიცხული და დაიწყოს დაუშვათ იმპიჩმენტის რესპუბლიკურმა აქტამ გაიმარჯვოს, თავად რესპუბლიკელებშიც ყველა არ არის ტრამპის. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი რესპუბლიკელია, ეს ძალიან რა თქმა უნდა დიდი პარტია, დიდი ინფრასტრუქტურაა პარტიული და იქაც არის აზრი გაყოფილი და ბევრი ძალიან უფრო ღრმა ანტიტრამპისტია ვიდრე ზოგი დემოკრატი მათ რიგებშიც. ამდენად ეს მართლაც საინტერესო იქნება, შეიძლება ირანის საკითხი ტრამპისთვის გახდეს აი დიდი ფიასკოს დასაწყისი თუ არა, ყოველ შემთხვევაში ესეთი შეიძლება პირიქით დასკვნითი წესი. აი, როცა საუბრობთ სანქციების მოხსნაზე ირანთან დაკავშირებით, აქ ერთ საინტერესო საკითხი არის, სანქციები პირველ რიგში ირანს რა თქმა უნდა აზარალებდა, იქიდან გამომდინარე, რომ მას არ ჰქონდა სრულფასოვანი ვაჭრობის შესაძლებლობა მსოფლიო ბაზარზე თავისი ძალიან დიდი მარაგებით, ენერგორესურსებით, რაც არის ნავთობი და გაზი. სანქციების მოხსნის შემთხვევაში ირანი მიიღებს ამ შესაძლებლობას და ის ერთგვარად წარმოჩინდება უკვე საერთაშორისო ასპარეზზე როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ენერგორესურსების. ეს ჩემი აზრით ამ გარკვეულწილად მოახდენს სერიოზულ გავლენას თავად აი ამ რეგიონის ქვეყნებისთვისაც არ უნდა იყოს ალბათ ეს ხელსაყრელი, რომ მათი სახით რაღაც ახალი კონკურენტი გამოუჩნდებათ, ხო, ამ ენერგო ბაზარზე. არა მარტო ენერგო, ბევრი სხვა სახით. არ ფიქრობთ, რომ აი, ნუ პირველ რიგში ალბათ ისრაელი არის ამით დაინტერესებული, რომ შეიძლება მართლაც ვნახოთ გარკვეული რაღაც საბოტაჟის პროცესი, აი ამ 60 დღის განმავლობაში, რომ მოხდეს ამ შეთანხმების ჩაშლა. უკვე ვერ მალავენ, ხო, ისრაელის დაპირისპირება, მისი განცხადება ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, აქ ერთი მთავარი და ძირითადი მომენტია. ეს გეოგრაფიული მომენტი, ხო? მე ყოველთვის მახსენდება ნაპოლეონის ცნობილი სიტყვებია, გენიალური რეფრენია, რომ ქვეყნის ისტორიას განსაზღვრავს მისი გეოგრაფია. აი ზუსტად აი საქართველოსაც მიუდგება და ნებისმიერ ქვეყანასაც. ეხლა ისეთ გეოგრაფიულ არეალშია დღეს ირანი,
რომ მის გარშემო მყოფი არაბული ქვეყნები, რომლებიც ყველა თითქმის არის ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები და ამ არაბულ ქვეყნებში არის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები თითქმის ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად ყველაზე დიდი ბაზა არის ბაჰრეინში ხო სამხედრო ფლოტი მეხუთე ფლოტი დგას თქვენ ხო გახსოვთ საომარი მოქმედების დროს თითქმის ყველა ეს ბაზები დაიბომბა ირანის მხრიდან ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ეხლა უნდა არაბულ სამყაროს კატარს ბაჰრეინს კუვეიტს საუდის არაბეთს რომ ყოველ დღე პერმანენტულად ომი იყოს და ირანი პრევენციის სახით უთხრამს ამ ქვეყნებს და იმის გარდა რომ სამხედრო ბაზები სამოქალაქო სტრუქტურების იბომბება ხო გახსოვთ სასტუმროები დაიბომბა იქ ტურისტული სეზონი ჩავარდა ტექნოლოგიური ცენტრები დაიბომბა და ეს ქვეყნები მე მგონი განვითარებით 22 საუკუნეში არიან ხო ისეთი სიმდიდრე ფუფუნება და წარმოიდგინეთ ყოველ მეორე დღეს უკვე დაბომბვა და ამ ინფრასტრუქტურის განადგურება. ესეც არის, იმიტომ რომ იქ გარკვეულწილად ეს რეალურად მოკავშირეები ესენი წინააღმდეგოები. აი შინაგანი რეზისტენტობა, ეხლა შეიძლება ძალიან ვერ გამოხატავს, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი სატელიტები არიან შეერთებული შტატების, მაგრამ ნუ მეორე მომენტში ხო ხედავთ რეალობა რა არის. და ყველა და მნიშვნელოვანი ეხლა ირანისთვის რა არის. ირანი არის უმდიდრესი ქვეყანა. ესეთი ძალიან ესეთი ხატოვანი და მოარული გამოთქმა არის რომ ირანში ფაქტიურად მენდელეევის სისტემა მთელი მენდელეევის სისტემა არის ირანში უმდიდრესი ქვეყანა და თქვენ რო თქვით აი ეს ანამარტო ენერგეტიკა ნებისმიერი სფერო უბრალოდ მათი მინუსი რა იყო ანუ მათი უკან დახევა და არ განვითარების იყო ეს სანქციები და ეს ნანოტექნოლოგიები არ არის ანუ ტექნოლოგიურად არის გაუმართული იზოლაციის პირობებში კი ბატონო იზოლაციის პირობებში და ამიტომ თორე თავისი საკუთარი ყველანაირი წარმოება აქვს ეს მანქანამშენებლობა იქნება ეს ენერგეტიკულ რა თქმა უნდა ენერგეტიკის ქიმიური მრეწველობა ყველაფერი ოღონდ საკუთარი ბაზა და საკუთარი საშუალებებით და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ თუ მე ესა საშუალება და სანქციები მოიხსნა რამდენიმე წელიწადში ირანი იქნება არამარტო რეგიონში არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ანუ ეს უნისონში მოსულა მისი რეალურად სიმდიდრის და ამ ახალი ტექნოლოგიების წარმოიდგინეთ ეხლა რამხელა აყვავება და წინ წასვლა და ის იქნება განვითარება ამ ქვეყნის ხო აი ამაზეც და ეს რეალურად გახდება უკვე კონკურენტი ხო რუსეთის, ჩინეთის, იაპონიის, ამერიკის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესეც გასათვალისწინებელი, ამიტომ აი ასეთი დაუშვათ ერთი ხელაღებით აწყობს მე ამ ქვეყანას ამ როდესაც ებრძვიან. ეხლა ირანის ყველა მოცემულობაში მისი დაუშვათ დასავლეთის სამყაროში და ამერიკის შეერთებული შტატებში არის მისი წყობა, ხო? ანუ რელიგიურ ეს არის თეოკრატიული ქვეყანა და მართავენ როგორც ეხლა ამბობენ მოლები. ნუ მართავს სასულიერო პირი ირანის კონსტიტუციით უმაღლესი ხელისუფალი არის რახბარი, ანუ უმაღლესი სულიერი ლიდერი და ის არის ანუ ხელმძღვანელი და ეს ქვეყანა არის თეოკრატიული, ანუ თეოკრატიული ნიშნავს რელიგიურ საფუძველზე აწყობილ ქვეყანას. აი რომელს მიაჩნიათ ამერიკის შეერთებულ შტატებს და დემოკრატიულ ევროპულ ყველა სამყაროს, რომ ეს არის მთელი დემოკრატიული სამყარო და ანუ არ არის დაუშვათ მასთან რეალურად არ შეიძლება ფუნქციონირდეს ურთიერთობა, ხო? ეხლა აი ყველა ამ მოცემულობის გათვალისწინებით ეხლა ირანს მიეცემა სერიოზული კარტბლანში და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს ცოტა ნაჩქარევი იყო იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეს განცხადება ამ განცხადებამ უკვე გარკვეულწილად ისრაელის ხო გითხარით და არა მარტო ისრაელის უკვე სოფლიოს სხვა ქვეყნის ლიდერების ან ისტებლიშმენტის ცოტა გაკვირვება გაოცება და შეიძლება პროტესტის გამოიწვიოს აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე ხო და აი არ ვიცი თუ ნახოთ დავაკვირდეთ იმიტომ რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა შეიძლება გარკვეულწილად სხვა სეგმენტი შემოიტანოს ამ ურთიერთობებში. რეალურად დღეს ეს სურათი გვაქვს ჩვენ. კი, ძალიან საინტერესო პროცესები იქნება ნამდვილად ირანთან მიმართებაში. ალბათ მართლაც მიეცემა ამ სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან სწრაფი ტემპებით განავითაროს მის ინდუსტრიული ტექნოლოგიური ბაზა და რაც თავარია მას აქვს ძალიან დიდი ადამიანური რესურსი და როგორც ჩანს საკმაოდ ნიჭიერი და ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს ირანში, იმიტომ რომ მართლაც რთულია ხა 50 წლიანი თეოკრატიული მმართველობის პირობებში ასეთი იზოლაციით შექმნა ის ყველაფერი, რაც მათ შექმნეს, რომ აი მსოფლიოს პირველ არმიას დაუპირისპირდნენ და
გამოვიდნენ გამარჯვებულები, შეგვიძლია ვთქვათ ამ კონფლიქტიდან. ნუ ყოველ შემთხვევაში არ გამოვიდნენ დამარცხებულები. ხო, აი ეგ არის მთავარი, არ დამარცხებულან, კი ბატონო. არ გამოვიდნენ ნამდვილად ამ პროცესიდან დამარცხებულები. ალბათ ჩვენს რეგიონზე, კავკასიაზეც ექნება ხო ამას გავლენა, იმიტომ რომ თუ აი ისტორიულად შევხედავთ, ირანი სოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ძალა იყო და ნუ ჩვენი რეგიონისთვის ის ტრადიციული მასპინძელი იყო, შეგვიძლია ვთქვათ კავკასიაში თუ არ ჩავთვლით ბოლო 200 წელიწადს, როდესაც ამ ცნობილი მოვლენების შემდეგ და რუსეთის იმპერიის შემოსვლამ განდევნა. თქვენ როგორ უყურებთ აი საქართველოს ირანის ურთიერთობებს სამომავლოდ, თუ ხედავთ ამის პერსპექტივებს, განსაკუთრებით იმ პირობებში თუ კი ირანს მოეხსნება შეზღუდვები, რა რისკები, რა საფრთხეები შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს, ან პირიქით რა ბენეფიტები შეიძლება მიიღოს ჩვენმა სახელმწიფომ? აი, ნუ ირანთან ურთიერთობა ეხლა ჩვენ თქვი თენგო, ნუ ირანი ყოფილი სპარსეთი და ეხლა არ დავწულმანდები და არ დავიწყებ ისტორიის მოყოლებს, ყველამ ძალიან კარგად ვიცი ჩვენი დამოუკიდებლობა ისტორია და საქართველოსა და სპარსეთის. როდესაც ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით, ნუ დამოუკიდებელი ქვეყანა ნიშნავს სუვერენული ქვეყანა თავის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკის წარმოებას. ირანთან ურთიერთობები ყოველთვის იხილებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ხედვის პრიზმაში. იმიტომ რომ ვიცით ჩვენ საუბრობდით რომ ირანი ყოველთვის აღიქმებოდა და იყო და არის ეხლაც ალბათ ჯერჯერობით სანამ არ მოილაპარაკებენ ამერიკის ნომერ პირველი მტერი და ამიტომ საქართველოს რომელიც იხწოდა, ამბობდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორია და მასთან ერთად ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატებთან ყოველთვის ასეთი ამბივალენტური დამოკიდებულება იყო. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები რასაც ეტყოდა ანუ დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი ისეთ პოლიტიკას აგებდნენ. ანუ დამოკიდებულება მეტნაკლებად იცით, აი როგორი იყო იცით, რომ აი უფრო სავაჭრო, ეკონომიკური, ხა სერიოზული, იმიტომ რომ გარკვეულწილად სასოფლო-სამეურნეო დამოკიდებულება, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და უშუალოდ შემოტანა ირანიდან სავაჭრო ძალიან ბევრი აი სეგმენტები და უშუალოდ უკვე ავაჭრობის სფეროში ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იყო საქართველოსი და არის ირანის სამშენებლო სექტორი, რა თქმა უნდა, ქვები, მაგალითად მოსაპირკეთებელი ქვები, ძვირფასი ქვები, ხო, მარმარილო და სხვა, ბითუმი, ნავთობის საუბარი არ არის, ხო? ხო და ცოტა ფრთხილი პოლიტიკა იყო, გახსოვთ თქვენ იყო ერთი პერიოდი, რომ ირანთან ჰქონდა ჩვენ უვიზო რეჟიმი, შემდეგ ამერიკის სააკაშვილის პერიოდი, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ზეწოლით მერე უკვე შეზღუდეს და იყო სავიზო რეჟიმი, ფრენები არ იყო აკზა თბილისი, თეირანი დაფრენავდა თბილისი ბაქოდან, ანუ აზერბაიჯანიდან მერე უცბად შეიცვალა სიტუაცია, დაინიშნა ის კი არა დაინიშნა ავტობუსების რეჟი თურქეთის გავლით თბილისი, თეირანი და აი ყოველთვის ესეთი დამოკიდებულება არის. ახლა უფრო განსაკუთრებით აი სამეცნიერო ურთიერთობაში პირადად მეც მიმიღია არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება სპარსული ქართულ-ირანული ურთიერთობების თემაზე. არის ისეთ ცოტა ირანს აქვს გარკვეული როლი, რა თქმა უნდა, ამ რეგიონში და მას რეგიონში გავლენის როლი შეუძლია აიღოს. ძალიან საინტერესო დამოკიდებულებაა ირანსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ მე არაერთხელ მეთქვავს, რომ ირანში ცხოვრობს დაახლოებით ალბათ 7-10 მილიონი აზერბაიჯანელი ეთნიკური, ანუ თურქები, რომლებიც შეადგენენ აი ორი და დასავლეთი და აღმოსავლეთი აზერბაიჯანი ქვია და დღევანდელი ხელისუფლების ელიტა წარმომადგენლები არიან ძირითადად აზერბაიჯანელები. ხომეინის გარდა ისლამური რევოლუციის ლიდერები ყველანი იყვნენ თითქმის ეთნიკური აზერბაიჯანელები. აი პრემიერ-მინისტრები უამრავი. დღევანდელი პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანელი, თურქი არის, უმაღლესი რახბარი ხამენეი თურქი იყო. მისი წინამორბედი პრემიერ-მინისტრები თურქები, აზერბაიჯანელები და ასე შემდეგ. წარსულშიც ასე იყო, ხო? აი მაგალითად როდესაც ვიხსენებთ შუა საუკუნეების მე-16, მე-17, მე-18 საუკუნის თურქული შაღაბასის თურქი იყო, რა თქმა უნდა, ყაჯარების თურქები არიან, ესენის დინასტიები, ხო? და უშუალოდ ეს არის ირანის ჩრდილოეთით მაცხოვრებელი თურქმანული ტომები. ყიზილბაშები, წითელთავიანები, ხო და ეს არის ყველა თურქული ტომებია, კი, რომლებსაც შემოიღეს ირანში აიღეს ხელისუფლება და ყველა ეს დინასტიები არის თურქული დინასტიები, კი, ბოლო
დინასტიაც არის სეფიანებიდან მოყოლებული. ხო, სეფიანებიდან კი და ბოლო დინასტიაც თურქები არიან რეზა ფეხლევების. ამიტომ სერიოზული გავლენა იქ ირანში მეორე ენა არის თურქო-აზერბაიჯანული ენა სპარსულ ენასთან ერთად. ფაქტიურად ყველა ფლობს აი წმინდა ნაღდის სპარსი ვინც არის იმანაც ძალიან კარგად იცის აზერბაიჯანული თურქული ენა. ნუ ეხლა აზერბაიჯანს ჩვენ ტერმინს ცოტა ისეთი იმით ხმარობთ, იმიტომ რომ ეს აზერბაიჯანი ტერმინი შემოღებული ხელოვნური ტერმინია, იმიტომ რომ რეალურად აზერბაიჯანი როგორც ასეთი სახელმწიფო არ არსებობდა. ეს 1918 წელს, როდესაც თბილისში დაიშალა სეიმი და საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს საქართველოში როგორც ქართულ საქართველოს, ისევე აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთად 26-28 მაისს დამოუკიდებლობა გამოცხადა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. დღევანდელი იქ იყო. ხო და მაშინ პირველად შემოვიდა ტერმინი დასახელება აზერბაიჯანი. მანამდე არ არსებობდა აზერბაიჯანი თვითონ ტერმინი არ იყო. ის ტერიტორიები, რომლებიც დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას უკავია, იყო საფაშოები და სახანოები, რომელიც რუსეთის იმპერიამ ნელ-ნელა შემოიერთა და რომელიც გავლენას სპარსელები ირანის იყო რუსეთ-ირანის ომის დროს ეს რუსეთის გამარჯვების შედეგად ეს იყო შემოიერთეს და შექმნეს იქ სახანოები და გუბერნიები და შემდგომ უკვე აი მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნემდე ეს გუბერნიებს გარკვეული სტატუსი, გუბერნიის სტატუსი ჰქონდა. შემდეგ, როდესაც მოხდა იმპერიის დაშლა, რუსეთის იმპერიის, აი ამ ტერიტორიაზე გამოცხადა დამოუკიდებელი რესპუბლიკები, როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი და სომხეთი. ანუ რისი თქმა მინდა. ეხლა ჩვენ ცოტა ისტორიულ ხო, მე-18 საუკუნიდან იწყება რუსეთის გამოხედვა, როგორც ისტორიოგრაფიაში არის. პეტრე პირველი წამოვიდა პირველად კავკასიისკენ, ჩრდილოეთ კავკასიისკენ, მაგრამ რეალურად კავკასია ურთიერთობა რუსეთის დაიწყო უკვე დიდი მეფის მე ვთვლი რომ რუსეთის ისტორიაში ეს არის უდიდესი მეფე ერთ-ერთი ეს გახლავთ თან არარუსი არანაირი რუსეთთან შეხება არ ქონდა ეს გახლავთ ეკატერინე მეორე გერმანელი წარმოშობით პეტრე მესამის ცოლი პეტრე მესამე გახლავთ რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი შულიშვილი პეტრე მესამე ის ულრიხტი იყო ისიც გერმანელი იყო დედით იყო რომანოვი და ეკატერინე მეორე რომლის დამსახურებაცაა ფაქტიურად რუსეთის იმპერიის შექმნა აი და მისი ოჯახის ანუ ეკატერინე მეორე მას ჰყავდა ერთი ბიჭი პავლე პირველი და შემდეგ პავლე პირველის შვილები ალექსანდრე პირველი ნიკოლოზ პირველი ალექსანდრე მეორე ალექსანდრე მესამე და ნიკოლოზ მეორე ეს მე-19 მე-20 საუკუნეებში არის პავლე პირველის ეკატერინეს ოჯახი რომელსაც ფაქტიურად შექმნა დღევანდელი რუსეთის იმპერია და არა მარტო რუსეთის იმპერია თენგო რისი თქვა და ყველა ის ეგრეთ წოდებული მოკავშირე რესპუბლიკები რომლებიც შემდგომ საბჭოთა კავშირად გადაიქცნენ ხო აი ჩვენ საუბრობთ საქართველოზე საუბრობთ სომხეთზე და აზერბაიჯანზე იგივე შუა აზიის რესპუბლიკები ყაზახეთი უზბეკეთი ყირგიზეთი თურქმენეთი ტაჯიკეთი ყველა ეს რეალურად დღეს რაც კონფიგურაციით არიან ტერიტორიულად წარმოდგენილები ეს რუსეთის ფედერაციიდან დასulis შემდეგ ანუ ეს საზღვრები და კონტურები რუსეთმა შემოუხაზა თორე იქაც არ იყო ეს ყაზახები დღევანდელი ხა თავი რომ მოაქვს ყაზახებს ეთქვა ყირგიზეთის ავტონომიური რესპუბლიკა იყო და დედაქალაქი იყო ორენბურგი. მერე იყო რუსებმა 1925 წელს, სტალინის პერიოდია შექმნეს უკვე და ყაზახები ცალკე სახელმწიფოდ გამოყვეს. ასე იყო უზბეკეთის, უზბეკეთი არ არსებობდა, იყო იქ ბუხარის სახანო და იგივე თურქმენეთი, იგივე ტაჯიკეთი არ იყო ერთიანობა. არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაშიც, როგორც ვიცით, ბულგარეთი, ფინეთი, რა თქმა უნდა, ის კი არა ბულგარეთის მეფე უნდა ყოფილიყო ჩვენ ნიკო დადიანი და ეს ხო იქ ძალიან სერიოზული რა თქმა უნდა ევროპის ქვეყნებითაც და იგივე ბალტიის ქვეყნები ეს ბალტიის ქვეყნები მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ შედიოდა ეგრეთ წოდებული ძალიან საინტერესო ისტორიული წარმონაქმნი იყო ევროპაში
60 წელზე მეტხანს იარსება, ეს იყო რეჩპოსპოლიტა. სახელმწიფო, რომელიც დღევანდელი ევროპის 9 დაახლოებით 9 ქვეყნის ტერიტორიაზე იყო. ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინის ნაწილი, ბელორუსიის, რუსების ნაწილი, სლოვაკეთის, აი ქვეყნების პოლონეთი იყო ცენტრი, ხო? კი, პოლონეთი იყო და თან საინტერესო იყო, რატო იცით, რომ იმ ხრივ რომ დემოკრატიული პრინციპი ჰქონდა, მეფეს სეიმი ირჩევდა. ანუ კონსტიტუციური მონარქიის ფორმა იყო, არა აბსოლუტური მონარქიის. ლიტვის დიდი მთავარი წოდება იყო ლიტვის დიდი მთავარი და პოლონეთის მეფე. საინტერესო სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო, მაგრამ ახლა მას მე სხვა დრო შეიძლება მას ელაპარაკი და 1795 წელს უკვე მე-18 საუკუნის ბოლოს საბოლოოდ დაიშალა. და აი ეს ტერიტორიები, რომელიც იყო რეჩპოსპოლიტას შემადგენლობაში, გამარჯვებულმა ქვეყნებმა გადაინაწილეს. დღევანდელი არაერთხელ მithქვავს, დღევანდელი საომარი მოქმედებები, სადაც მიმდინარეობს რუსია, რუსეთი, ავსტრია. ხო, რუსეთი და ავსტრია, კი. და სად მიმდინარეობს უკრაინაში, ყველა ეს ტერიტორიები რუსეთმა შემოიერთა და წამოიღო აი ეს ხერსონი, დაუშვათ ლუგანსკი და ეს ოლქები, ყველა ეს ოდესა, ნიკოლაევი, მარიუპოლი, ყველა არის შექმნილი რუსეთ, ანუ ის ქალაქები, სახელებიც ქვიათ, ხო? მარიუპოლი, წმინდა მარიამის, ნიკოლაევი, ნიკოლაი ჩუდატოვარის, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის, ხერსონესი რატო დაარქვეს, ხერსონს რატო დაარქვეს ქალაქი იცით? ხერსონესი არის ზუსტად კი ბატონო, ყირიმში არის ქალაქი ხერსონესი, ანუ სევასტოპოლი დღევანდელი, სადაც რუსები ქრისტიანულად მოინათლეს და აი ქალაქ ხერსონს იმიტომ დაერქვა. ანუ რის თქმა უნდა, ეს ტერიტორიები და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ტერიტორიებს მოყვა უდიდესი ნაკადი ებრაელი მოსახლეობის. აი ზუსტად რეჩპოსპოლიტას დაშლის შემდეგ წამოვიდა ეს ებრაელობა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ძალიან საინტერესო ფაქტია კიდე, რომ როდესაც ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, ისრაელის სახელმწიფოს არსებობის ისტორიაში, სადღე დაახლოებით რამდენი წელი არსებობს, ხო? 48 წლიდან, ხო? ხო, 58 წელი, ხო, 60 წლამდე. 14-15 პრემიერ-მინისტრი ყავდათ. აქედან უმრავლესობა ყველა რუსეთის ბენ-გურიონიც, გოლდა მეირიც, იცხაკ შამირიც, შიმონ პერესი, რუსი ებრაელები არიან ყველა. გოლდა მეირი კიეველი არის, ბენ-გურიონიც პირველი და ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი. აი ყველა ესენი თითქმის ერთად პირველი პრემიერ-მინისტრი, ვინც ისრაელში დაიბადა, თუ არ ვცდები, გახლავთ ბიბი ნეთანიაჰუ. დანარჩენი ყველა აი ასეთი რუსული და უკრაინული და ბელორუსი, ანუ რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ანუ ის ტერიტორია, რომელიც შედიოდა და ყველა ის რევოლუციური ლიდერები, მე მინდა ჩვენს მაყურებელსაც შევახსენო ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დაწყებული ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, მუხარა ესენიც ებრაული წარმომავლობის არიან და ესენიც ზუსტად იმ რეგიონიდან არიან და ისე საინტერესოა რა ამ განაპირობა, ეს შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდება ჩვენი გადაცემის თემას, მაგრამ თვითონ ისტორია მართლა საინტერესო, როგორც ვიცით, ეხა აი ებრაული თემი ძალიან დიდ შევიწროებას გადიოდა ევროპის ბევრ ქვეყანაში, ხო? აი განსაკუთრებით ესპანეთში, დასავლეთ ევროპაში. ინკვიზიცია ფაქტიურად მათ წინააღმდეგ იყო რეალურად მიმართული და რეკონკისტას დროს საერთოდ მავრებთან ერთად მათაც დევნიდნენ. ბევრგან სხვაგან იყო ეს და აი აქეთ მხარეს აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მაინდა-მაინც არ იყო როგორ ჩანს ხო ასეთი ძლიერი დევნა, იმიტომ რომ აქ ძალიან ძლიერი თემი შეიქმნა. დევნა არა, როგორ იყო იცით? ქართულად არ ვიცი, ბუდის ვიხდი. შემოსაზღვრული ქონდათ ეკატერინე მეორის ბრძანებით ებრაელებს შემოსაზღვრული ქონდათ, მათ არ შეეძლოთ გარკვეული ტერიტორიების დატოვება, მათ არ ქონდათ უმაღლესი განათლების მიღება და აი ის ტერიტორია რომ დაეტოვებინათ გარკვეული რეზერვაციების ხო, ჩერტა აპრეზიდენტს ქვია ეს ანუ რუსულ ქართულად არ ვიცი ეს ტერმინი როგორ არის და ამიტომ არ ვხმარობ. ხო და მათ არ შეეძლოთ ეს ამის იქეთ და უმაღლესი ჩაბარება და ასე შემდეგ. ძალიან შევიწროებული ის ქონდა. ამიტომ ხდებოდა რომ მე ეხა ძალიან საინტერესო თემა ებრაელებს შევეხეთ. აი ძალიან ბევრი კითხულობს რომ აი რატომ არისო რომ წმინდა რუსული გვარია და ებრაელები არიანო, ხო? იმიტომ რომ ებრაელი ხა ჭკვიანი ხალხია და მე დაიწყეს ფაქტობრივად რუსული გვარების აღება, რომ არ შექმნოდათ გარკვეული სრული ინტეგრაცია, გასაგები. აი მაგალითად ეხლა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში და ძალიან უდიდესი მოჭადრაკე გარი კასპაროვი, ხო? კასპაროვი არის მამით ებრაელი, დედით სომეხი და იმის გამო რომ არ დაჩაგრულიყო თავის ებრაული წარმომავლობით, აიღო დედის გვარი, კასპაროვი დედის გვარია.
ძალიან საინტერესო ანუ ეს ჩაგვრა ბოლო პერიოდამდე კომუნისტების პერიოდში, რა თქმა უნდა, კომუნისტების პერიოდშიც იყო არ ჩანდა, ოფიციალური პოლიტიკურის არ იყო, მაგრამ შეგრეთ იგრძნობოდა. ხედავდა, ამიტომ იყო მასიურად ებრაელები, აი განსაკუთრებით ლიტერატურის ხელოვნების წარმომადგენლები, დარგის წარმომადგენლები, იყო თქო მე შემიძლია ხო უამრავი ჩამოგითვალოთ ებრაელები, ვისაც იტყვი რომ ეხლა რუსული ზოგი მაგალითად ანდრეი მირონოვი დედის გვარზე ებრაელი იყო დაუშვათ. ან კიდე უამრავი, რა ვიცი, ეხლა ვინც გახსენდება, იმიტომ რომ ან ფსევდონიმს იღებდნენ რუსული გვარის აბრევიატურით, რომ რუს სისტემა ყოფილიყო და ებრაული იმით არ დაჩაგრულიყო. ძალიან საინტერესო მომენტი მინდა მე ისტორიული გავიხსენო ებრაელებთან დაკავშირებით. ეს არის 38 წელი, როდესაც მოხდა გერმანელებმა უკვე ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლიდან უკვე დაიწყო ანტიებრაული ან მოძრაობა, ხო? თავიდან ჰიტლერი ამას ვერ ბედავდა, მაგრამ ნელ-ნელა იწყებდა უკვე და 1938 წელს, როდესაც მარტის თვეში მოხდა ავსტრიის ანშლუსი, ანუ გერმანიამ ავსტრია შეიერთა და უკვე დაიწყო ოფიციალურად ებრაელების დევნა, რუზველტის გადაწყვეტილებით მოხდა საფრანგეთის არის ერთი ქალაქი ევიანი, ულამაზესი ქალაქი, თან მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქი, იმიტომ რომ ალბათ ყველას ჩვენს მაყურებელს გახსენდება წყალი ევიანი, ხო? ფაქტობრივად ჩათვალეთ, როგორც ჩვენი ბორჯომი ესეთი ჟენევის ტბის ტბასთან არის ულამაზესი ქალაქი და აი ამ ქალაქში 1938 წელს რუზველტმა მოიწვია კონფერენცია. 32 ქვეყანა მონაწილეობდა მსოფლიოს მასშტაბით და უნდა ემიჟელათ რა ექნათ ებრაელი მიგრანტებისათვის. იმიტომ რომ უკვე დაწყებული იყო უკვე პოლონეთი, კანონი მიიღო მანამდე და კანონი მიიღო ნიურნბერგის კანონები, რა თქმა უნდა 35 წელს, მაგრამ უკვე დაწყებული იყო, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავდა ჰიტლერი. და ამიტომ რუზველტის ინიციატივით ჩატარდა მსოფლიოს 32 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, რომ გადაეწყვიტათ ამ ებრაელების ბედი, რომლებიც უკვე გერმანიიდან უნდა წამოსულიყვნენ და გერმანია და ავსტრიიდან ის რაც დაპყრობილი ქონა ეს ტერიტორიები. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ამ კონფერენციაზე არც ერთმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა და ებრაელებს არ მისცა იმის საშუალება, რომ მათთან წამოსულიყო. არც ერთმა ქვეყანამ. ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც სრული თანხმობა განაცხადა 100,000 ებრაელს მივიღებ ოღონდ თვითონში $5,000 მომეცეთო, ეს არის დომინიკის რესპუბლიკა. დანარჩენმა ქვეყნებმა, ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ყველამ უარი განაცხადა სხვადასხვა მოტივაციით. ზოგმა თქვა, რომ მე უკვე კვოტა საიმიგრანტო ამოწურული მაქვს, ზოგმა თქვა, რომ მე რომ მივიღო ეხლა ებრაელები იქ შიდა დაპირისპირება ამიტყებ, მესამე მე ეკონომიკური პრობლემები მაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თვით ბრიტანეთმა ხო უარი განაცხადა, ერთადერთი იყო, რომ ბრიტანეთმა თქვა, მე შემიძლია მივცე საშუალება, რომ აღმოსავლეთ ჩემიო კოლონიებშიო აფრიკაში განვასახლოთო ესენიო. ანუ ფაქტიურად და ეს რისი ნიშანი იყო ის რომ დაინახა ჰიტლერმა და ნახა რომ არ მსოფლიოს ამ 32 ქვეყანამ არანაირი მხარდაჭერა და არანაირი სრული ქონდა ებრაელების მიღების, მერე მოყვა ის ნობელი ხრუსტალის ბროლის ღამე და ნოემბერი და ხო და აი ეს ებრაელების დარბება. აი ესეთი დამოკიდებულება იყო ებრაელებს. ეს ისტორიული ფაქტია, ეს არ არის ჩემი მოგონილი და ეს არ არის რაღაცა შეზღუდული ზღაპარი. ხო ეს რეალურად მოხდა ეს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, ეხლა 32 და მსოფლიოს უდიდესი ქვეყანები ამას იზრდებოდა, მე კვოტა ამოვწურე, მე არ შემიძლია ამის მიღება, არანაირი დაუშვათ. სოლიდარობის გრძნობაც არ ყოფილა და ის რომ ეთქვათ, რომ კაი დღეს არა, აი ხვალ შევძლებ, ყველამ თავიდან აისილა. იმიტომ რომ მათ იცოდათ, რომ მათ ეგონათ, რომ ეს მათი მიღება იყო დიდი საფრთხე. და ერთი მინდა თქვა კიდევ რომ როდესაც ეხა სამამულო და ისეთ ეხლა ჩვენმა მაყურებლებმაც რომ რა მოხდა როგორ მოხდა და როგორ გაწყვიტეს ებრაელები რამდენიმე 6 მილიონი არის ციფრი არის ზოგი იძახის 6 მილიონი 8 მილიონი მაგრამ მილიონობით მსხვერპლზე არის ნამდვილად და თან როგორ აკეთებდნენ ამას ევროპის რჩეულიერი გერმანელები და რომლებსაც თავი მოაქვთ განათლებულად და იმისი რა ქვია მაგას წამყვანერად კარგად იცით რომ რეებს და როგორ აკეთებდნენ ახლა არ მინდა მისი მოყოლა და აი საბჭოთა კავშირმა და წითელმა არმიამ გაანთავისუფლა და პირველი მათ იყო რომ ეს საკონცენტრაციო ბანაკებში ხო წარმოგიდგენია და დღეს კიდე ეს ებრაელები დაუშვათ ზელენსკები და ზელენსკის ნაირები დღეს კიდე ამათ ლანძღავენ ნუ საოცარი ხდება რა ეს რა არის ისეთ ეს უმადურობა არ შეიძლება ისე შეიძლება პოლიტიკურად დაპირისპირებული იყო შეიძლება აუტანლობა ქონდეს
რა თქმა უნდა ეს მისაღები და ჩვეულებრივი ადამიანური ის არის ხო მოგწონს არ მომწონს გემოვნების საკითხია მაგრამ ის რომ შენ ივიწყებ იმ ისტორიას რითაც შენ მოხვედი შენ გადარჩი და შენ დღეს სოციალი ხარ და შენ არსებობ იმიტომ რომ იმან მაშინ გაგიკეთა სიკეთე და ამას ივიწყებ შენ ეს უკვე არცეთ ურთიერთობის არცეთ იმაში არ ჯდება და ამას ნუ ახლა უმადურობა ქვია შეიძლება სხვა ტერმინიც არის არ ვიცი მაგრამ აი დღეს ნათლად ჩანს როდესაც სოფლიოში ეს შეიცვალა ურთიერთობები სულ სხვა დღის წესრიგი წამოვიდა და ურთიერთობის სულ სხვა კლასიფიკატორი არის ხო სულ სხვა რეესტრი გვაქვს დღეს ურთიერთობების ხო ღირებულება სხვა мотивация მიიღო ღირებულებამ და მორალი ზნეობა უკვე სხვა პლანზე გადავიდა ხო ამიტომ რა გვიკვირს ჩვენ ხო რომ პოლიტიკაშიც და ესეთი ამბივალენტური დამოკიდებულება და მიუღებელია რომ იქნება იმიტომ რომ მისი ცხოვრების წესი გახდა მიუღებელი ამოვარდა დამოკიდებულება ნახეთ რელიგია ხო რელიგია არის ჩვენი ზნეობის და მორალის ესთეტიკა და ეთიკა ხო რელიგიაში არის კვინტესენცია მთელი ჩვენი ზნეობრიობის ადამიანების და რა თქმა უნდა ჩვენი იდენტობის ხო ქართული ყველანაირად ხო ჩვენ მართლმადიდებლობაში ჯდება და ამასაც დაარტყეს ესეც ფაქტიურად რელიგიის ის ადგილი და როლი რომელიც იყო განსაკუთრებული განუმეორებელი ისიც სოციალიზაცია მოხდა ანუ ჩამოუქვეითეს სტატუსი დაუკარგეს და რიგით იმად გახადეს ხო ცხოვრებისეულ სფეროთ ხო ალბათ ეს არის აი ამ დაპირისპირებების მთავარი მიზეზი რა თქმა უნდა ეს არის ათეიზმი დაუშვათ კლასიკურად აღვთ აი ეს რელიგიის მიმართ ესეთი დამოკიდებულება იზრდება უკვე თაობები რომელსაც არანაირი და კავშირი არ აქვს რელიგიასთან და ანუ მე ვამბობ აი ევროპაზე აქვს საუბარი ხო და ანუ კათოლიკობა რეალურად გადაიქცა სანახაობრივად მან დაკარგა იზნეობრივი ასპექტი რაც მე ალბათ მომავალში უკვე გადაიხდის ევროპის კონტინენტი და ყველა საუბრობს უკვე ამაზე რომ სხვა შორის წლების წინ როდესაც იყო ასეთი მოსაზრებები მაშინ ღიმილს გვიდათ მაგრამ ბევრი პროგნოზით აი უახლოესი რამდენიმე 10 წლეულში უკვე ევროპა აღარ იქნება ქრისტიანული არამედ იქნება და ვისაც ჰქონდა მოლოდინი რომ აი ამ ქრისტიანობას რომელიც ვიღაცისთვის რეგრესულია, მოძველებულია, ჩაანაცვლებდა თავისუფალი აზროვნება, რეალურად მოხდება ისლამით ამ ყველაფრის ჩაანაცვლება და ყველა ამაზე საუბრობს. აი რომ გეთანხმები, აი რომ ამბობდნენ, აი ეს რელიგია არის ანაქრონიზმი, რელიგია არის გადმონაშთი, რაში გვჭირდება 21 საუკუნეა დემოკრატიზმი, ადამიანის უფლებები, ანუ დემოკრატიული პოსტულატები და დემოკრატიული ცხოვრების წესი გამორიცხავს რელიგიურ ფაქტორს, რომ არ არის ნუ გეშინიათ რის ისლამი რა ის აი ახლა ხო ხედავთ რა ხდება. აიღეთ ბრიტანეთი, აიღეთ ამერიკის შეერთებული შტატები, აიღეთ ამერიკის ყველაზე მსოფლიოში უდიდესი ქალაქი ნიუ-იორკი, მისი მერი, მისი ქცევა, ხო? ისლამი, მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ რა. იმას ის რასაც ქალაქის მერი. ხო, როგორც ეხა ისლამ ტრადიციულ ისლამურ ქვეყანაში რომ ქრისტიანი მერი იყოს და ქრისტიანულ ცხოვრების წესს დაამკვიდროს, არ იქნება მისაღები. ნიუ-იორკს აცხოვრებს, ან თვითონ სტაფი ცხოვრობს ისლამური ცხოვრების წესი ცხოვრობს და თავის მთელი რამაზანები და დაცვა იმისი და ამ წესების. ოკეი ბატონო, ძალიან კარგია და რელიგია უნდა პატივისცეს, მაგრამ წარმოვიდგინე ნიუ-იორკის მერია, ხო? ამ ხელა მეგაპოლისი. მალე ალბათ ჯიზიას დაუწესებს ქრისტიანებს. იქ ბრიტანეთში, ინგლისში, ლონდონის მერი სადიქ ხანი პაკისტანელი, ხო? იქ კიდე რომელიმე ბირმინგემში აირჩიეს კიდე ეს ნენელა წავა უკვე ეს ტენდენცია. უკვე რა არის ისეთ აი თვითონ მე მიკვრის დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეხლა ერებს ხო აქვს კაცო თავმოყარეობა, შინაგანი კონსტიტუცია და ის წყობა იმისა, რომ შენი ეროვნულობა, ხო ეხლა დავიჯერო დაკარგეს ფრანგებმა, ბრიტანელებმა, შოტლანდ გერმანელებმა, ხო გერმანიაშიც რა ხდება, ხო გერმანიას ფაქტიურად წალეკა ისლამა და დაუშვათ შემოდა მიგრანტებმა. აი ეს არის უდიდესი პრობლემა დღეს ევროპის და ამაზე თენგო არავინ არ საუბრობს. თან ეს ხალხი, რომლების მოტივირებული ეს არის პოპულაციის, ანუ გამრავლებისკენ მიდრეკილიერია. ესენი მრავლდებიან უკვე. ვერ მრავლდება ესერები და მრავლდებიან ესენი, ანუ ჩასულიერები და ყველანაირ ანუ იმიტომ რომ დაიცვან დემოკრატიული პრინციპები, ყველანაირ პირობებს უქმნიან. მეტნაკლებად, თუ დახმარებები, მინები სოციალური და ასე შემდეგ და რეალურად რაც ხედავენ, ეს ხალხი გადაიქცა მათ მტრად. კრიმინალი რო გაიზარდა, რის ხარჯზე გაიზარდა? აი მიგრანტების ხარჯზე გაიზარდა.
თქვენ ხო აი მე ხო არაფერს მოგონებს არ ვამბობ, ნახეთ სოციალური ქსელები და ნახეთ რა ხდება. და რა თავარია კულტურული იდენტობის გაქრობა, ხო? აი ზუსტად ხო და ეს არის მთავარი იდენტობის გაქრობა, კი ბატონო, ის რომ ჩვენ დავუშვათ გვიხარო და ჩვენს ბავშვობაში არ ვიცი შენს მოისარეთ რა, აი ესე გვიხარო და ფრანგული კინო, ახსოვთ იტალიური კინო და გიждდებოდით და აი რაღაც მოგჭა აი სად არის ან სპორტი აიღეთ ხო საფრანგეთის ნაკრები აიღეთ ბრაზილიას საუბარი კი სენეგალის ეთამაშებოდა წარმოიდგინეთ ხო ნუ და უკვე ეს ყველგან ხდება უკვე მთელს ევროპაში მწავი და ეს ტენდენცია და ეს არ არის ის რომ შენ გარკვეული ეს აგრესიული ისლამია გამიგეთ ეს აგრესიული ეხა ვერცეთ ერს ვერ დავაბრალოთ იმას რომ აი გინდა თუ არა და მტერია არა ყველას თავისი ადგილი აქვს და ყველას თავის იმაზე გაუმარჯოს მაგრამ აქ უკვე აგრესიული ანუ აგრესიისკენ მიდის ეს მიგრანტები ჩამოსვლა ესენი ანუ იმ ერის მიმართ ვინც ადგილობრივის მიმართ აი დააკვირდით როგორი აგრესიულები არიან ხო ყველაფერზე მედიან და ეს წარმოიდგინეთ ხო დღეს და ხვალ შეიძლება უკვე სამოქალაქო დაპირისპირებაშიც გადავიდეს სამოქალაქო ომშიც გადავიდეს თან ევროპის კონტინენტს ხო ახსოვს თუ არა მეორე მაგრამ ისტორიულად აქვს ამისი ძალიან ძიმე გამოცდილება ანტიკური ხანიდან დაწყებული და მე ძველი ისტორია და საერთოდ რომის იმპერია დააქციეს ზუსტად აი ამ მიგრანტების უკონტროლო ტალღებმა ხო დავიზრდოთ დიდი გადასახლების პერიოდი ზუსტად ეს არის რეალურად ის ისტორია რაც გამოიარა ერთხელ უკვე და არაერთხელ ევროპის კონტინენტმა მაგრამ ნუ სამწუხაროა რომ როგორც ჩანს ყოველ ჯერზე ამ შეცდომას უშვებენ. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, აი შევეხეთ ჩვენ ახსენეთ ზელენსკი, მისი დამოკიდებულებები რუსეთთან მიმართებაში, რუსეთზეც ვისაუბრეთ თვითონ. ბოლო პერიოდში საომარი სურათი ერთგვარად შეიცვალა უკრაინაში. ჩვენ ხედავთ 2 დღის განმავლობაში მოსკოვის ცაზე არის შავი კვამლი, მანამდეც არაერთი პრობლემა იყო ამ ხრივ რუსეთისთვის. როგორც ჩანს უკრაინის მხრიდან აი ეს დრონების ომი და თანამედროვე ომს როგორც ჩანს აი ეს ახასიათებს რომ ეს აღარ არის მართლაც მხოლოდ საომარი მოქმედებები ხო შეიცვალა მთლიანად ასე ვთქვათ ომის სურათი დრონების ეპოქა მოდის როგორც ამბობენ და როგორც ჩანს ამ ეპოქას უკრაინამ ძალიან სწრაფად აუღო ალღოც და ხედავთ რომ აი აგერ უკვე რუსეთის დედაქალაქი ინტენსიურად იბომბება ეს არ არის 1 და 2 დრონის ჩამოვარდნა ინტენსიურად ხდება იქ ასეთი ტიპის პრობლემები რა ხედვა გექნებათ ამასთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე, რაც ყველაზე უფრო უცნაურია, რუსეთი ვერაფრით პასუხობს თითქოს აი ამ პრობლემას, რასაც უქმნის უკრაინა და იქმნება მართლაც სურათი ისეთი, რომ უკრაინელები იმარჯვებენ უკვე ბრძოლის ველზე რუსეთის, ნუ ბრძოლის ველზე შეიძლება ფრონტზე ვერა, მაგრამ აი ზურგში ნამდვილად მათ აქვთ აშკარა უპირატესობა. მე ეს იმიტომ მიკვირს, რომ ეხა თავის მხრივ იმისი დაჯერება რომ რუსეთს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობები რომ თავის მხრივ თვითონაც დაბომბოს კიევი პირობითად ეჯერ ერთი ვნახეთ რომ ასე არ არის ცოტა ხნის წინ როდესაც ის თავისი ახალი რაკეტები გაუშვეს მაგრამ ნუ არაკეთებს არ დგავს ამ ნაბიჯებს რა შეიძლება დაუკავშიროთ თქვენი აზრით ეს ყველაფერი კი მართლა გასაკვირი მომენტია უბრალოდ ჩვენ ცოტა პრეისტორია უნდა ავიღოთ აი დამოკიდე რუსეთის რა ხდება რეალურად რუსეთის არმიამ თვითონ შეიარაღება დაუშვა თვითონ მობილიზება ჯარის აი ამ ომის პერიოდში დაიწყო ჩამოყალიბება და ეხლა შეიძლება თქვენ და მაყურებელსაც გაუკვირდეს მაგრამ უყურეთ რა მოხდა როდესაც ომი დაიწყო საომარი მოქმედებები ანუ ასე ქვია ხო ომს არ იძახიან სპეციალური ოპერაცია ხო რუსეთის არმიის სტაფი და ხელმძღვანელობა თითქმის ყველა მინისტრის გარდა მოადგილეები რომლებიც გარკვეულ სეგმენტებს კურირებდნენ ყველა აღმოჩნდა კორუფციის ჭაობში ყველა გენერალი თითქმის ყველა ვინც მინისტრის მოადგილე იყო და თქვენ წარმოიდგინეთ მინისტრის მოადგილე არმიის გენერლები და რუსეთის გმირები ოფიცრები ყველა დაპატიმრებულია დაპატიმრებულია ჯარისარდლები დაპატიმრებულია რაღაც მიმართულების ხელმძღვანელები უკვე იმ დონეზე მივიდნენ რომ ბოლომდე ვერ შეძლეს იმიტომ რომ ჯარში უკვე შეიძლება და ბუნტი დაწყებულიყო ანუ რის თქმა მინდა არმია იყო კორუმპირებული წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ხო დაიჭირეს ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის 60 მილიონი დოლარის გაფლანგვა ავიღოთ ხო იქ ხო ეხა წარმოიდგინეთ ფული კეთილებოდა რაში ხო აი ლოჯისტიკაში ძირითადად შეიარაღება იქ საწვავი საფუხე მასალები და ასე შემდეგ უხარისხო
ისინი არ იქოქებოდა დაუშვათ. რაღაც ჟილეტები იყიდეს, სადაც ტყუია გამტარი გახდა და ნუ მოკლედ ბევრი ის რო არ დავიწყოთ. ამიტომ რუსეთის არმიას საომარი მოქმედების პერიოდში უხდებოდა ჩამოყალიბება და შექმნა. ახალი მინისტრი მივიდა, ეხლა რომ მივიდა ეს ბელაუსოვი, ვინც ეს ხო არ არის ეს სამხედრო მოღვაწე, ეს კაცი არის ეკონომისტი, ეს არის სხვა შორის როგორც თვითონ ამბობენ, წერენ, რომ ეს არის ძალიან პატიოსანი, ანუ არ გარეული კორუფციაში მაგნიშნით შეიჭრა და ამ კაცმა ეს კაცი ადგა ეკონომისტი თან მე დავითნეა ის არის ძალიან მორწმუნეა ხო და მიიყვანა მოადგილეები ყველა თითქმის ეკონომისტები და დღესაც მუშაობენ იმდენი წარმოიდგინეთ მილიარდობით ბიუჯეტია და სად არის ეს ფული წასული ვერ გაიგეს წარმოგიდგენიათ ანუ რის თქმა მინდა ანუ პუტინს ეუბნებოდნენ მოჩვენებით რომ ჩვენ არმია ყავს ზად პრობლემა არ არის ჩვენ კიევსაც ავიღებთ და იქედაც გავალ და ევროპაშიც და პოლონეთს და იმას სინამდვილეში გამოჩნდა ის რომ ჯარი არის ჯარს არ შეუძლია ამის გაკეთება თქვენ ნახეთ ხო ჯარის ვაგნერის მოხალისეთა არმია იბრძოდა და მე ჩეჩენების დამსახურდ მოყვანით თუ რუსეთმა ეხლა არ გამოაცხადა მობილიზაცია დაუშვათ აი ჩემი აზრია ეს მას ძალიან გაუჭირდება ხო და რის თქმა უნდა აი ეს უპილოტო ეს წარმოიდგინეთ ხარ ამდენი ქვეყანა ეხმარება უკრაინას და რა შეიარაღება არის ხო დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან მთელი ევროპა და ევროკავშირები 53 ქვეყანა ოფიციალურად და კიდე რამდენია და ვერ მართავს ხო გამორიცხული ანუ ყველაფერი იმისკენ მიდის რომ აი მე ასეთი შტაბ-ბიჭილება მრჩება რომ აიძულებენ რომ ბირთვული იარაღი ისროლოს რომ მე საპასუხო იარაღი რუსეთის საერთოდ გაანადგურება თავის თვითონაც განადგურდებიან რაღაცა ეხლა ბირთვული იარაღი ისროლა რუსეთის ევროპის ავტომატურად ნიშნავს საპასუხოდ რა თქმა უნდა საპასუხოდ ხო ყველაზე აი ხო საომარ რიტორიკას ყოველთვის შეცვლის ერთი რაღაცა ეს არის კონსენსუსი დიპლომატიური ურთიერთობები და მოლაპარაკებები არ ჯდებიან მოლაპარაკებებში ხო არ მიდი კი იყო მოლაპარაკებები გარკვეული ამერიკის შეერთებული შტატების სხვა შორის დღეს იყო განცხადება რომ დღეს განაცხადა ეს თანაშემწე პუტინის რომ მოიცალო ჩამოვლენო უტკოფი და კუშნერი უკვე და მიხედავენო დავიწყებთო უკრაინის თემაზე საუბარს შეთანხმების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი. კი, ასე დავიწყებთო, მაგრამ მე ჩემი აზრით რა არის ისიც აქ არის ორი მთავარი თემა რა. ეს არის პიროვნული მიუღებლობა, ანუ პიროვნული პუტინისა და ზელენსკის და მეორე უკვე გეოგრაფიული ანტურაჟი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური წყობა. ანუ როგორი რაწყობით დამთავრდება და როგორი კონფიგურაციით შეთანხმების არეალი, როგორი იქნება რა კონფიგურაციით. ვიცით ჩვენ რუსეთის მოთხოვნა რა არის და ვიცით უკრაინის მოთხოვნა რა არის. ხო, უკრაინის მოთხოვნა რომ რუსები საერთოდ გავიდნენ და 1991 წლის ანუ რაც უკრაინა დამოუკიდებელი იყო ის ტერიტორიები დატოვა და რუსეთის მოთხოვნა რაც დღეს დაკავებული აქვს ლუგანსკი, ხერსონი ეს რაც გამოაცხადა საკუთარ ტერიტორიად რომ აქედან გავიდეს უკრაინული ჯარი. აქედან გავიდეს უკრაინის ჯარი და აქ იყოს ხაზი საზღვაო ყირიმზე საუბარი არ არის, იმიტომ რომ ყირიმი გუშინაც ნახეთ თქვენ რომ ჰააგის სასამართლომ აღიარა პრაქტიკულად აღიარებას ნიშნავს ეს უბრალოდ ვეთქვი მაყურებელს ვინც არ არის საქმის კურსში ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკრაინამ შეიტანა სარჩელი ჰააგაში უჩიოდა რუსეთის ფედერაციას წიაღისეულის მოპოვების გამო ყირიმში ეს არის უკანონო იმიტომ რომ ეს არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა და ჰააგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ამ შემთხვევაში უკრაინის მოთხოვნა რაც ნუ პრაქტიკულად ნიშნავს იმას რომ აღიარებს რუსეთის ტერიტორიად კი აი და მეორე გეოპოლიტიკური რომელიც უკვე არ არის გაცდება რუსეთ-უკრაინის ხედვებს და უკვე მსოფლიო ხედვებში გადადის ვის როგორ აწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს, ევროკავშირის, აი ესეთი რა კონფიგურაციით მოხდება დაუშვათ უკრაინის გაყოფა, თუ მოხდა გაყოფა და რა შეთანხმების რა დოზით იქნება წარმოჩენილი რუსეთის ინტერესები. აი ეს არის მთავარი. ანუ როგორც ტრამპი იძახის მე რუსეთი წამოვიყვანა იმამდე რომ ეს დანარჩენზე პრეტენზია არ აქვს ზელენსკი და უკრაინის მხარე იძახის რომ ჩვენ ამაზე არ ვართ თანახმა, ნუ ჩვენ გვინდა ეს ტერიტორიები რაც იყო უკრაინული, ჩვენ ვთვლით ეს დააბრუნოს და დაბრუნდეს
რუსეთი იმ საწყის პოზიციაზე, რაც ერქვა რუსეთ-უკრაინის საზღვარს 1991 სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. თუმცა აი აქ ხო არის გარკვეული პრობლემა, გარდა იმისა, რომ მხარეები ომობენ და გასაგებია, რომ სამხედრო პოზიციებს ექნება მნიშვნელობა. აი აღმოსავლეთ უკრაინაში საუბარი არის რუსეთის მიერ დაკავებულ აი ამ ტერიტორიებზე, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, დღესაც ცხოვრობს და ტრადიციულად ცხოვრობდა სწორედ რუსულენოვანი მოსახლეობა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რაც უკრაინასთან მიმართებაში ყოველთვის იყო, ეს არის აი ამ რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროება და ამის საპასუხოდ აი უკრაინამ მაგალითად ეხლა ცოტა ხნის წინ იყო რუსეთის დღე თუ არ ვსები 12 ივნისი. ზუსტად ამ დღეს გამოაცხადა, რომ რუსულ ენას უკრაინაში გაუქმა უმცირესობების ენის სტატუსი და პირდაპირ თქვა, რომ ეს არის ოკუპანტის ენა და მისი ადგილი არ არის უკრაინაში. აი ეს რიტორიკა პირიქით ამწვავებს, ხო, ამიტომ დაუშვათ და რუსეთმა მართლაც გაიყვანა ჯარი და ეს დონბასის ტერიტორია დაუბრუნა უკრაინას. იქ ხო ის ხალხი ცხოვრობს რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელსაც თვითონ აქვს პრეტენზია უკვე კიევის ადმინისტრაციასთან, ხო? ანუ ამითი გადაწყდება ეს პრობლემა. აი, ჩემთვის ეს მომენტი ცოტა გაუგებარია, რატო იქცევა ეს კიევის რეჟიმი, კი ეს ემოციები გასაგებია, მაგრამ ფაქტად რჩება ის თუ თulis დონბასის მოსახლეობა საკუთარ მოსახლეობად, მაშინ არ უნდა იყოს ხო მათ მიმართ ესეთი დამოკიდებულება. გეთანხმებით ეგო, იმიტომ რეალობაც ეს არის. ხო, როდეს მე ხო გითხარით ახლა ისტორიული პარალელები და პარადიგმული ის რომ მოვიყვანეთ, რომ ეს ტერიტორიები საერთოდ არ იყო არანაირი უკრაინასთან მას შეხება არ ქონდა. ეს ტერიტორიები წამოიღო რუსეთის იმპერიამ და ეს იყო რუსული ქალაქები. ანუ უკრაინული ენა საერთოდ მე ვარ ნამყოფი ჩემს ახალგაზრდობაში და საერთოდ უკრაინულ ლაპარაკი ამ რეგიონში დონეცკში. დონეცკი იყო წმინდა რუსული ქალაქი, წმინდა. როგორც ვოროშილოვგრადი ერქვა ახლა ლუგანსკი, ოდესა არანაირი შეხება აბსოლუტურად, ხო და აი ზუსტად აი მიდგომებზე საუბრობდი და პოლიტიკური ეხლა უნდა ასე არ არის, იმიტომ რეალობა სულ სხვა არის. თუ შენ საუბრობ დემოკრატიულ პრინციპებზე და შენ ამბობ რომ აი რუსეთი აგრესორია, მე არა ვარ, მაშინ შენი უმცირესობები თუ შენ თვლი ხო უმცირესობა შენთვის დაუშვათ რუსეთი, იმის უფლებებიც უნდა დაიცვა. ასე შენ ვერანაირ მოლაპარაკებაზე ვერ წახვალ. გამორიცხულია ხო? ანუ იქნება შტაბ-ჭრილება, რომ თვითონ აი საბოტაჟი ხდება მოლაპარაკების პროცესში. აი ზუსტად ხო? სხვაშორის აი ეს მე მინდა აი ეს გავაგზელო ეს ნარატივი და საქართველოს მაგალითზეც მოვიტანო. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები, ხო, უსერიოზულესი პრობლემა ეს აფხაზეთთან სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. ჩვენც აგვაქვს ხო საქართველოს. ეხლა ხანდახან არის ხოლმე ძალიან მიკვირს იცით აი ჩვენ აფხაზეთზე ხო საერთოდ საუბარი არ არის, იმიტომ რომ ეს ამათვის ყველასთვის წამგებიანი თემა და არავინ აფხაზეთი თქვენ შეგიძლიათ მე დამისახელოთ ან პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკური ლიდერი ვინმე წარმომადგენელი ვისაც აფხაზეთის დაბრუნების ან აფხაზეთთან დაკავშირებით რამე გეგმა აქვს შეგიძლიათ თავრობის ხდომაზე ეს საკითხი არ დასმულა რამდენიმე ათეული ბევრი წელია. ხო, ბევრი წელი. რატომ მე? ანუ რა გვინდა ვთქვათ რომ აფხაზეთი არ გვინდა? სამაჩაბლო არ გვინდა? აი ეს მაუცებს მე იცით ჩვენ საქართველოს არასდროს არ ექნება მადლი ჩვენ თუ აფხაზეთის თემა არ გადავწყვეტეთ ხალხნო და სამაჩაბლოს თემა და ამას რა უნდა ომის თავი ჩვენ არ გვაქვს და გამორიცხულია მე ამაზე ეს აპრიორი ამაზე საუბარი არის მოლაპარაკება ხო თუ მოლაპარაკება გინდა ვისთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ხო ყველამ ძალიან კარგად ვიცით მოდით რა ჩამოხსნათ გავხსნათ ჭრილები და ვთქვათ რომ აფხაზეთის გადაწყვეტის საკითხი არის ერთადერთი რუსეთში მისი გასაღები დევს რუსეთში. ეხლა ამბობენ იცით აი ჩვენ რუსეთთან როგორ შეიძლება რომ რუსეთმა დამოუკიდებლად ცნო აფხაზეთის და სამაჩაბლოს ხო დამოუკიდებლად ცნო. როგორც ცნო დამოუკიდებლად ისე უკან წაიღებს თუ დაჭერდა და პოლიტიკურ კონიუნქტურა დაჭერდა. გადახედეთ რა ხდება მსოფლიოში და უკრაინის ომის გამო რუსეთმა რეები გააკეთა და რეები დაკარგა. დაკარგა სირია, დაკარგა ვენესუელა, კარგავს კავკასიას და სხვა კიდე ხო უამრავი კიდე. ეს რის გამო შემოუშვა კავკასიაში თურქები რატო შემოვიდნენ თურქები რატო არავინ არ კითხულობს კავკასიაში თურქები ყველას რო უკვირდა აი ყარაბაღის ომში რატო დახუჭა თვალი და რატო გადაიკიდა სომხები რუსებმა რატო არ დაეხმარა რატო არავინ არ კითხულობს
რატო არ დაეხმარა? იმიტომ რომ გათვლა ქონდა, იმიტომ თურქები შემოიყვანა. 4 საუკუნეს განმავლობაში თურქები და რუსები ომობდნენ. 1945 წლის ჩათვლით თურქები საბჭოთა კავშირი და რუსების მოწინააღმდეგეები იყვნენ. სულ ომი 19 საუკუნის ისტორია რო ნახოთ, რუსეთ-ოსმალეთის ომია. იმის გარდა რომ ოსმალები კიდე მსოფლიოში 1299 წლიდან შეიქმნა ეს იმპერია და ნახევარი მსოფლიო დაპყრობილი გადად. რომ არ ყოფილიყო პირველი მსოფლიო ომი და გერმანიის მოკავშირეობა ოსმალეთის იმპერია დღესაც იქნებოდა ალბათ. დაღუპა იმ რა ქვია ახალგაზრდა თურქეთის იმ პარტიამ, რომელმაც აიღო გეზი გერმანიისკენ და გერმანიის წაგებასთან ერთად ოსმალეთის იმპერიაც დაიშალა და მოვიდა ქემალ ათათურქის რესპუბლიკური. ხო, მაგრამ ეს სხვა თემაა. აი ზუსტად ამას ვამბობ იცით? აი ხო ხედავთ რა ხდება, ხო? ხო და არ ვიცი რა, აი წარმოუდგენლად ისეთი აი დაბნეულობის მომენტია. მე ახლა საქართველოს თემაზე ვამბობ, აი აფხაზეთთან მიმართებაში. და არის მომენტი, როდესაც ისეთ უყურებ ტელევიზიაში, როცა ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი და ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ მოლაპარაკება დავიწყოთ, ვცადოთ. კი ბატონო, შეიძლება რუსი არ გაძლებს და ესეც ხო უნდა გავიგოთ. მისი პოზიციაც გავიგოთ. შეიძლება გეუბნება არ მინდა თავი დამანები. ან მოდი დავილაპარაკოთ გარკვეულ პირობებზე, ხო? ამაზეც არ მივდივარ. ხო, ცდილობაც რომ არ არის. ცდილობა, რა თქმა უნდა, ხო? არ არის ახლა ის, წინ არაფერი არ ვდგა, შეიძლება ვერც ვერაფერი გავაკეთო. არც ეს არის გამორიცხული, ვერაფერი ვერ გავაკეთო და ცდას წინა უდგას. არაფერი. ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. კომპლექსებულია ჩვენი მთავრობა რომ ამას თუ გავაკეთებ, არ ვიცი, გამოუვლენ ის აკაცუკები დამამხობენ. აი მე ამას ხედავ, მაგრამ არ თუ თენგო ჩვენ ასეთი შიშით ვიწყურეთ, მაშინ არაფერს აზრი არ აქვს. სადღაც რომელიღაც იმაში ხელისუფლება მთავრობა თავის თავზე უნდა აიღოს. ეს მისი გადასაწყვეტია დღევანდელი მთავრობის. გუშინ სააკაშვილის, გუშინ შევარნაძის მაგათი გადასაწყვეტი იყო. დღეს ასეთი მოცემულობაა, დღეს ქართული ოცნების გადასაწყვეტია. გინდა არ გინდა, იმიტომ რომ არჩეული დაუშვა დემოკრატიული გზით, არჩეული ხელისუფლება გვყავს, ხო? ვინც აღიარებ და მოვიდე. ეს მისი გადასაწყვეტია. ხვალ სხვა მთავრობა მოვა. მისი გადასაწყვეტი იქნება. ხალხი ვერაფერს ვერ გააკეთებს. გამორიცხული თუ ჩვენ არანაირი უფლებები არ აქვს. მაგრამ ერთი მომენტია იცით, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბრები, ურთიერთობები, აი რასაც ქვია public relations სახალხო დიპლომატიის, თუ უამრავი ნათესავი სამეგობრო საახლობლო გვყავს. ჩვენ იქ თაობა ისე გაიზარდა აფხაზეთში, ეხლა მეორე, მესამე თაობა მოდის. საქართველები შეაზიზღეს. და ეუბნებოდნენ რომ აი ქართველი მტერი, ფაშისტი მკვლელი მოვიდა, მოკლა, გააუპატიურა, აი ასე არიან ეს თაობა გაზრდილი. ეს ძალიან სერიოზული ბარიერია. ესეც გადასალახი გვაქვს. აი მაშინ უნდა ეს რიტორიკა უნდა მორჩეს, იქაც რომ აფხაზმა არ უნდა დაინახოს, უნდა გენდოს. აი ყოველი მთავარი უნდა გენდოს და მან უნდა იცოდეს რომ შენ უკვე მოდიხარ არა საომრად, არა თანაარსებობისთვის, თანაცხოვრებისთვის. და ყველაზე მთავარი პოლიტიკური ნდობის ფაქტორია. ნდობა საიდან მოდის? შენი ხედვიდან და შენი პოლიტიკიდან, ხო? როდესაც არაპროგნოზირებადი გაქვს, არა გაქვს ჩამოყალიბებული ხედვა, შენი ფასეულობა, შენ რას აპირებ, შენი კონცეფციები არა გაქვს, ხო? აი რომ მოვიდეს და შენ რას თავაზობ აფხაზეთს? გაქვს ხო არა გვაქვს ჩამოყალიბებული? საერთოდ არაფერი მსგავს. სამოჩაბლოს რას ვთავაზობთ? სტატუს, ფედერაცია, კონფედერაცია, რა ვიცი, მილიონი თუ არა, ნუ საერთო შემადგენლობა. ხო რაღაცა უნდა შესთავაზო, ხო? არც ამას ვაკეთებთ. და აი ესეც შეიძლება უკვე გარკვეულწილად ამანაც შეიძლება მოგვცეს თვითონ საზოგადოებაში. ეხლა ევროკავშირში შევდივართ, რო ვიძახით ევროკავშირში ჩვენ შევდივართ აფხაზეთისა და სამოჩაბლოს გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვაღიარებთ ოფიციალურად დამოუკიდებელ. ხო, კარგავთ, ხო? აი ხო ხედავთ რა დილემა არის. ეს როცა ამას ვამბობთ ჩვენ ამ საკითხს რატო არ ვითვალისწინებთ აფხაზეთის და სამოჩაბლოს? ჩვენ ხო მათ გარეშე დავუშვოთ შევედით, კი ბატონო, ხო? მე ამათ რას უშვებით აფხაზეთს და სამოჩაბლოს? სამწუხაროდ ხო და როცა ესეთი საქართველოს აზრი რომ კი ბატონო ხო აი როცა ესეთი რიტორიკა გვაქვს უკან რატომ არ ვიხედები და რატო არ ვამბობთ რომ ეს ევროკავშირში შესვლა არ ნიშნავს აფხაზეთისა და სამოჩაბლოს დაბრუნება ჯერ ერთი ევროკავშირი არის არა სამხედრო არამედ ეკონომიკურ სოციალურ-კულტურული გაერთიანება და არა სამხედრო ნატო არ არის დაუშვათ რომ ნატოს ძალები დაიბრუნოს სიტყვაზე რაც წარმოუდგენელია და ნატოზე საუბარი არ არის ხო მაშინ რას ვშვებით აი რატო არის ეს საკითხი მიჩუმათებული და იგნორირებულია ფაქტიურად
ჩვენ დაბნეულები ვართ, ხო? ფაქტიურად დაკარგული ვარ, 35 წელი გავიდა. კიდე რამდენიმე წელი და იქ წამსვლელიც არავინ. ამას ვამბობ, ამ შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგ მუშაობთ და ეს არის ამთავრობის გასაკეთებელი. რუსი და აფხაზი რომ მოდი, ჩამოდი და შენ დაიბრუნე, წამსვლელი არ იქნება ის თუ დრო, ერთი ალბათ ერთი 10 წელი. უკვე ის თაობა წამოვიდა ტოლვილების, რომლებმაც არის წარმოსახვით, ნუ ისე იციან რომ აფხაზეთიდან არიან. აი ეს თაობა წამოვიდა. მშობლების მეხსიერება. წავიდა ის თაობა, კი. დიდი მადლობა ბატონ მამუკა. ძალიან საინტერესო გადაცემა იყო და როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა თქვენთან. მადლობას გადაგიხდით. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის. ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს კი შევახსენებ, რომ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მამუკა კარტოზია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და ორშაბათამდე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.